დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. მენოპაუზა. მენოპაუზა ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური პერიოდია, რომელიც საკვერცხების ფუნქციის თანდათანობით შეწყვეტას და მენსტრუაციის დასრულებას გულისხმობს. ეს პროცესი, როგორც წესი, 45-დან 55 წლამდე ასაკში იწყება, თუმცა შესაძლებელია უფრო ადრე ან გვიან განვითარდეს. მენოპაუზა არ არის დაავადება, არამედ ბუნებრივი ცვლილება, რომელიც ქალის ჰორმონალურ ფონში ხდება. ამ პერიოდში ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, რაც სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება. მენოპაუზის ძირითადი მიზეზი საკვერცხების ფუნქციის დაქვეითებაა, რაც იწვევს ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავების შემცირებას. ეს ჰორმონალური დისბალანსი ორგანიზმში შემდეგ ცვლილებებს იწვევს. რეპროდუქციული სისტემა. მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, მენსტრუაცია ხდება არარეგულარული, შეიძლება გახანგრძლივდეს ან შემცირდეს, საბოლოოდ კი სრულად წყდება. საკვერცხების ზომის შემცირება, საკვერცხები თანდათანობით მცირდება ზომაში და კარგავს ფუნქციას. კვერცხუჯრედების რაოდენობის შემცირება, ქალის რეპროდუქციული უნარი მცირდება კვერცხუჯრედების მარაგის შემცირების გამო. ჰორმონალური ცვლილებები. ესტროგენის დონის დაქვეითება, ესტროგენის ნაკლებობა იწვევს მრავალ სიმპტომს, მათ შორის სისხლის მოწოლას, განწყობის ცვლილებებს, ძილის დარღვევას, საშოს სიმშრალეს და ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის შემცირებას. პროგესტერონის დონის დაქვეითება, პროგესტერონის ნაკლებობა ასევე ხელს უწყობს მენოპაუზის სიმპტომების განვითარებას. ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონის მომატება, საკვერცხების მიერ ესტროგენის წარმოების შემცირების sapasუხოდ, ჰიპოფიზი გამოიმუშავებს უფრო მეტ FSH-ს. ცვლილებები სხვა ორგანოებსა და სისტემებში. ძვლოვანი სისტემა, ძვლის სიმკვრივის შემცირება ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, რაც ზრდის მოტეხილობების ალბათობას. გულსისხლძარღვთა სისტემა, ესტროგენის ნაკლებობამ შეიძლება გაზარდოს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი, როგორიცაა ჰიპერტენზია, გულის კორონარული დაავადება და ინსულტი. შარდსასქესო სისტემა, საშოს კედლების გათხელება და სიმშრალე, შარდის ბუშტის ფუნქციის ცვლილება, შარდვის გახშირება ან შეუკავებლობა. კანი და თმა, კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაკარგვა, ნაოჭების გაჩენა, თმის ცვენა ან გათხელება. ცენტრალური ნერვული სისტემა, განწყობის ცვლილებები, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების პრობლემები. მეტაბოლიზმი, წონის მატება, მეტაბოლიზმის შენელება. მენოპაუზის სიმპტომები ინდივიდუალურია და ყველა ქალს სხვადასხვანაირად გამოულინდება. სიმპტომების სიმძიმე და ხანგრძლივობა ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს. ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია ვაზომოტორული სიმპტომები. სისხლის მოწოლა, ცხელება, უეცარი შეგრძნება სიცხისა, რომელიც ხშირად თან ახლავს ოფლიანობას და კანის სიცითლეს. ღამის ოფლიანობა, ძილის დროს ჭარბი ოფლიანობა, რომელიც იწვევს დისკომფორტს და ძილის დარღვევას. ფსიქოლოგიური სიმპტომები. განწყობის ცვლილებები, გაღიზიანებადობა, მოწყენილობა, შფოთვა, დეპრესია. ძილის დარღვევა, უძილობა, ძილის გაძნელება, ღამით ხშირი გაღვიძება. დაღლილობა, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება. კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების პრობლემები, ყურადღების გაფანტვა. უროგენიტალური სიმპტომები. საშოს სიმშრალე, საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გათხელება, რაც იწვევს დისკომფორტს სქესობრივი კავშირის დროს. შარდვის დარღვევა, შარდვის გახშირება, შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტის გაღიზიანება. სხვა სიმპტომები. თავის ტკივილი, ხშირი ან ინტენსიური თავის ტკივილი. კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ზოგადი ტკივილის შეგრძნება, სახსრების დაჭიმულობა. წონის მატება, მეტაბოლიზმის შენელება და ცხიმის დაგროვებისკენ მიდრეკილება. კანის ცვლილებები, კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაკარგვა, ნაოჭების გაჩენა. თმის ცვენა, თმის გათხელება ან ცვენა. მენოპაუზის სიმპტომების მართვისთვის გამოიყენება სხვადასხვა მედიკამენტები და მკურნალობის მეთოდები. მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმესა და ქალის ზოგად ჯანმრთელობაზე. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია. ესტროგენის თერაპია, გამოიყენება ესტროგენის დონის ასამაღლებლად, რაც ამცირებს ვაზომოტორულ სიმპტომებს, საშოს სიმშრალეს და ძვლის დაკარგვას. კომბინირებული ჰორმონული თერაპია, ესტროგენისა და პროგესტერონის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება საშვილოსნოს მქონე ქალებში.
დადებითი მხარეები ეფექტურია ვაზომოტორული სიმპტომების შემცირებაში, საშოს სიმშრალის შემსუბუქებაში, ძვლის სიმკვრივის შენარჩუნებაში და განწყობის გაუმჯობესებაში. უარყოფითი მხარეები ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოს, თრომბოზის, ინსულტისა და გულის დაავადებების რისკს ხანგრძლივი გამოყენებისას. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია არ არის რეკომენდებული ყველა ქალისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს სარძევე ჯირკვლის კიბო, თრომბოზი ან გულსისხლძარღვთა დაავადებები. არასტეროიდული ჰორმონული თერაპია. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ანტიდეპრესანტები, რომლებიც გამოიყენება განწყობის ცვლილებების, შფოთვის და დეპრესიის სამკურნალოდ. ზოგიერთი ასევე ეფექტურია ვაზომოტორული სიმპტომების შესამცირებლად. გაბაპენტინი, ანტიკონვულსანტი, რომელიც ასევე გამოიყენება ცხელი ციმციმების შესამცირებლად. კლონიდინი, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, რომელსაც შეუძლია შეამციროს ცხელი ციმციმების სიხშირე. ადგილობრივი ესტროგენული თერაპია. ვაგინალური კრემები, სანთლები და რგოლები, გამოიყენება საშოს სიმშრალის და უროგენიტალური სიმპტომების შესამსუბუქებლად ესტროგენის ადგილობრივი გამოყენებით სისტემური გვერდითი ეფექტების გარეშე. კალციუმი და ვიტამინი D. კალციუმის დანამატები აუცილებელია ძვლის ჯანმრთელობისთვის, ოსტეოპოროზის პრევენციისთვის. ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და ძვლის სიმკვრივის შენარჩუნებას. ბიოფლავონოიდები. ფიტოესტროგენები, მცენარეული ნაერთები, რომლებსაც აქვთ ესტროგენის მსგავსი ეფექტი, შეუძლიათ შეამცირონ მენოპაუზის სიმპტომები. სხვა მედიკამენტები. ანალგეტიკები, ტკივილის შესამსუბუქებლად. საძილე საშუალებები, ძილის დარღვევის დროს. შარდის შეუკავებლობის სამკურნალო მედიკამენტები, საჭიროების შემთხვევაში. მედიკამენტური მკურნალობის გარდა, მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის მოდიფიკაცია, რაც ხელს შეუწყობს მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებას და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ჯანსაღი-კვება. ბალანსირებული დიეტა, რომელიც მდიდარია ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით და ცილებით. კალციუმითა და ვიტამინ D-ით მდიდარი საკვების მიღება. შაქრის, მარილისა და ცხიმის შეზღუდვა. რეგულარული ფიზიკური აქტივობა. ზომიერი ინტენსივობის ვარჯიში, როგორიცაა სიარული, ცურვა, იოგა. ძალისმიერი ვარჯიშები ძვლის სიმკვრივის შესანარჩუნებლად. საკმარისი ძილი. რეგულარული ძილის რეჟიმი. საკმარისი ძილი 7-8 საათი დღეში. სტრესის მართვა. რელაქსაციის ტექნიკების გამოყენება, როგორიცაა მედიტაცია, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები. დასვენებისა და გართობისთვის დროის გამოყოფა. მოწევისგან თავის შეკავება. მოწევა აუარესებს მენოპაუზის სიმპტომებს და ზრდის სხვადასხვა დაავადებების რისკს. ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება. ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გააუარესოს მენოპაუზის სიმპტომები. რეგულარული სამედიცინო შემოწმება. რეგულარული ვიზიტი ექიმთან მენოპაუზის სიმპტომების მართვისთვის და ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის. მამოგრაფია, პაპ ტესტი და ძვლის სიმკვრივის შემოწმება. მენოპაუზა არის ბუნებრივი პროცესი, მაგრამ მისი სიმპტომები შეიძლება იყოს არასასიამოვნო და იმოქმედოს ცხოვრების ხარისხზე. სწორი მკურნალობისა და ცხოვრების წესის მოდიფიკაციის შედეგად შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება და ჯანმრთელობის გაუმჯობესება. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.